ხდება და თან ამავე დროს ფაქტიურად ფიზიკური გენოციდის მოწყობა ან ქვეყნიდან გაქცევის იძულება და ამავე დროს არეალი სახელმწიფოებრივი ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი მინიმუმი არეალის არ უნდა გააჩნდეს. ამიტომ იყო დასავლეთის ძალიან ბევრ წრეში პოპულარული აფხაზეთისათვის თავდაპირველად განსაკუთრებული სავაჭრო ეკონომიკური სტატუსის მინიჭება, შემდგომში პოლიტიკური სტატუსი, ეგრეთ წოდებული არარსებული სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთების გაერთიანების იდეა და ასე შემდეგ. ამიტომ გაცილებით რთულ და მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით ჩვენ და ნუ ახლა დემოკრატიები და ესეთი რამე უარავის მოუკითხავს და გვითხრეს კიდევაც სტაბილური იყოს დერეფანი ოღონდ და თქვენთან დემოკრატია მაინც და მაინც არ გვაინტერესებს, გვითხრეს კიდევაც. აქედან გამომდინარე, ირგვლივ როცა ვიყურებით, კარგად უნდა ვარჩევდეთ პარტნიორს წერს, რომელიც ინსტრუმენტია. რუსეთმა კარგად გამოიყენეს და თავისი მოითხოვა. ამაზე აუხდა ამ ომის დროს დასავლეთი და ამისთვისაც დიდი მადლობა, მაგრამ სად რომ არის ეს დერეფანი და დაისაკუთროს იმის ხარჯზე რომ ჩააბაროს რუსეთს, თუმცა რუსეთს არ ყოფნის ეს და დერეფნისთვის იბრძვის და მაშინ საქართველოს დაკუცმაცების გზაზე მიდის. ეს ყველაფერი საფრთხეები ევროპა ვერაცნობიერებს ან გვიან აცნობიერებს იმას, რომ გეოპოლიტიკურ ჩიხში შეიძლება მოხდეს აშშ-სა და რუსეთს შორის. რუსეთი ვერაცნობიერებს და ჩვენი სამეზობლო აქ თუ საქართველოს სახელმწიფო არ იქნა, როგორი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ასიმეტრია იქნება რეგიონში, რომელსაც ვერ მოუვლის ვერანაირი იმპერია, მარჯვნიდან იქნება თუ მარცხნიდან იქნება. მაგრამ თვითონ ეს სუბიექტი რა შვება, გადაწყვეტილებას ვიღებულობს. ის პირველ ნიშანი, რაც ჭირდება ქართული სახელმწიფოებრების არსებობას, დამოუკიდებელი ხელისუფლება და ადამიანების ისეთ მდგომარეობაში ყოფა, რომ ფიქრის, აზროვნების და არჩევანის უფლება და საშუალება ექნება, თუ არა გაქვს, აქ ვინ უვლის ამ ტერიტორიას მაშინ? სხვები გადაწყვეტენ, რა თქმა უნდა, ჩვენს გარეშე, იმიტომ რომ თავარი სუბიექტი, ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო, თელი თავისი შიდა მრავალფეროვნები არა გაქვს, მაშინ წვეტენ შენს გარეშე. ვინ უნდა შემოვიდეს, ვინ უნდა გავიდეს, ვისი რა უნდა იყოს, ენგურჰესი ვისი უნდა იყოს თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი. და ეს გარიგებები და თამაშები დიდი ხნის წინ არის დაწყებული. დიდი ხნის წინ არის დაწყებული რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც აქ შემოუძღვა თავის დროზე ვინმე ბენდუქიძე და მანამდე ამაში ფული იყო აღებული ინძალების მიერ, რომლებიც ხელისუფლებაში მოდიოდნენ. ჭიდროდ შემოდის აქ აშშ-ის ინტერესი, რომ ამ დერეფნის კონტროლში მონაწილეობა მიიღოს და ხანდახან სტრატეგიულ პარტნიორებად კი ჩანან რუსეთი და აშშ ერთმანეთის ხშირად, როგორც განაწილებული როლები. ერთი რომელიღაც სახელმწიფოში მტერია, მეორე პარტნიორია და პირიქით. თელ ბევრი ისეთი პრობლემაა, რომელზეც ახლა საჯაროდ 15 წუთი ვერ ვისაუბრებ და შეიძლება ვერ თქვა ან არ თქვა, მაგრამ ამაზე ფიქრი და მუშაობა ჭირდება ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს და ორგანიზაციას, რომელიც ამბობს, უნდა გადადგეს და მოვიშოროს. უნდა გადადგეს მოვიშოროსთან ერთად და მერეც რას უშვები ამ პრობლემას, რაზე და როგორ ელაპარაკები რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპას, სამეზობლოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანს და ასე შემდეგ და ჩრდილოეთ კავკასიას. ეს ყველაფერიც უნდა იყოს იმ გეგმის ნაწილი, რომელიც ამ ხელისუფლების ჩამოშორებას გულისხმობს და არა მხოლოდ ის, რომ მოდი გადავაგდოთ ან მოდი გადადგეს. კარგი, ხართ საერთოდ ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის ასაღებად ეს შეკითხვა უნდა დავუსვათ თქო საკუთარ თავს, ხოს კი არ უშვა. ესეთი საუბრები 2007 წელს ყოფილიყო ნეტავი. კლებ შესაძლებელი გაუშვებდა ჩვენ ტყებრე დაურბოდით და ხალხს აგროვებდით და მე მარნეულში ვიბრძოლით. არა, კარგია, ზუსტად გეუბნები ძალიან კარგია ეს შესახილი, ვფიქრობ სასარგებლოა, მასა ყველაფერი უნდა წარმოიდგინოს ერთლიანობაში. მოხარული ვარ ბადო კახაიამ საუბრისა, ბადონი კახაშატოვა გახდა ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა, რომ გვისმენდით, დაგვეგოდეთ საინფორმაციო შემდგომ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის გენერატორი აი ამ დეკლარაციისა, ის იყო ამ იდეის ავტორი და მას მოვუსმენთ ჩვენს ეთერში. დაგვეგოდეთ. მადლობთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მინდა გითხრათ ეს ახალი ინფორმაცია რამდენიმე წუთი ნახევარი საათის წინ ხანძარი გაჩნდა ალბაბის მეტროში და ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ყველანი ამოყვანილი არიან ამ სადგურიდან და გაჩერებული არის ეს ცენტრალური ხაზი, სამურთალოს ხაზი მუშაობს, მარტო როგორც მე ვიცი მსხვერპლი არ არის კიდევ კარგი და
ბლოკირებული არის ეს მიმდებარე ტერიტორია. თუ კი ჩვენ მოვასწარით, ყოველ შემთხვევაში საინფორმაციო ყოფაში სტუდია სპექტრის შემდგომ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ქალბატონი სალომე გახდა ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა ქალბატონ სალომე ჩვენთან სტუმრობისათვის და გუშინ ბატონმა დავით გამყრელიძემ ბრძანა რომ ინიციატორი და გენერატორი აი ამ ცნობილი დეკლარაციისა თქვენ ბრძანდებით. მე მახსოვს აქ თქვენ ორიოდე კვირის წინ მსგავსი განცხადება გააკეთეთ და პრინციპში ამ იდეამ სინათლე იხილა და მე ვფიქრობ საინტერესო და სასარგებლო დოკუმენტი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც თითქმის 6 თვე არის რბილად რო ვთქვათ, დაბნეული ან რაღაც აი ამ დაგვარ ფაზაში არის. გითხარით ეს რა ეტაპი არის? აქ ჩვენ წინა ბლოკში ქონდა ბატონ კახასთან საუბარი და ეს უფრო გარემოხმარება შევთავაზეთ, რომ ეს უფრო გარემოხმარებისთვის არის გაკეთებული და გარკვეული გზავნილები არის სოფლიო დედაქალაქებთან. თქვენი აზრი და რა ეტაპზე გადადის ქართული პოლიტიკური ცხოვრება? ჯერ ერთი იმით დავიწყოთ ინიციატორის ვარ და არა ვარ ერთდროულად. ინიციატორი არა ვარ, იმიტომ რომ ყველასი დიდი ხნის უკვე აზრი არის და მე მგონი მომწიფდა ეს აზრი საზოგადოებაში ერთის მხრივ და პოლიტიკურ პარტიებში მეორეს მხრივ რომ და მეტადრე ომის შემდგომ პერიოდში რომ უკვე ქვეყანა არის ისეთ სიტუაციაში მოქცეული რომ ეს ხელისუფლება ვერაფერს ვეღარ უკეთებს, ვეღარ აღწევს თავს, უკვე ყველა საშუალება რესურსი გამოუწურა და ამდენად უნდა გადადგეს და ეს მე პირველი არ ვიყავი, რომელიც მათ გააჟღერა ეს აზრი. მაგრამ დააფიქსირეთ. და რაღაც მომენტში ვიგრძენი სწორედ იმიტომ რომ ყველა ამას ამბობდა ცალ-ცალკე და იძახდა ერთ და იგივეს, რომ საჭირო იყო რაღაცნაირად ამ აზრის თავმოყრა. არა და მე მგონი ამაზე თქვენთანაც ვილაპარაკეთ მაშინ, რომ არა ახალი გაერთიანების ფორმით, იმიტომ ამ ფორმამ თავისი დროც ამოწურა. ჩვენც უნდა ვისწავლოთ წარსულისგან და წინ წავიდეთ. ამ ტიპის გაერთიანება აღარ არის დღეს გამართლებული, იმიტომ ვერ გაამართლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად ერთი მიზნის მიმართ. და ეს არის ის, რაც მოხდა დღეს და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა ამითი, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზანი. და ამავე დროს გამოვაცხადეთ, რომ ჩვენ არა ვართ გაერთიანებული. დღეს რადიოში ვიყავი და მომწონს ჩემი ისა, რომ ჩვენ ვართ როგორც ბრინჯი. ესე იგი, დაშლილიც ვართ და შეკრულიც ვართ. ამიტომ ვერავინ ვერ დაგვშლის და მთავარი სტრატეგია, ტაქტიკა ამ ხელისუფლების უკვე რომ მას ამოწურა ყველა თავისი რესურსები, ის რაღა დარჩა რომ ეცადოს და გამოაჩინოს რომ ოპოზიცია დაშლილი არის, ისე არის, ასე არის. დღეს ოპოზიცია ვერ იქნება დაშლილი, იმიტომ დღეს ოპოზიცია არის როგორც არის თავისი პარტიებით და ჩვენი მთავარი მიზანი და ამიტომ დღეს იყვნენ მოწვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე არის რომ შეიკრას არა პოლიტიკური პარტიები, არა ოპოზიცია რაღაც დიდი იმითი, არამედ პოლიტიკური პარტიების ირგვლივ მთელი საზოგადოება, იმიტომ არაფერი არ მოხდება თუ საზოგადოებამ არ მიიღო იგივე გადაწყვეტილება და მე მგონი რომ ის რაც ვიგრძენი ამ პოლიტიკურ პარტიებში ეს მზადყოფნა და მომწიფება სწორედ არის ასახვა იმისი თუ რა ხდება საზოგადოებაში. საზოგადოებაში არის ეს აზრი მომწიფებული და ამიტომ ეშინია პრეზიდენტს, ამიტომ არის რომ ამდენად გზნობიერი არის ამ თემის მიმართ, რომ ყოველდღე იძახის რომ არ მოხდება და არ წავალ და არ დავნიშნავ და რაღაცებს, იმიტომ რომ თვითონაც გზნობს, რომ ეს არ არის რაც 14, 15, 17 პარტიის განაცხადი, ეს არის უკვე საზოგადოების განაცხადი. არის გავასწავლე ყოველ შემთხვევაში მე მაინც მაინტერესებს რეზონანსობა, ჟღერადობა აი ამ დეკლარაციისა. ეს აი ბაის გარემოხმარებისთვის არის თუ აი შეიძლება თქვენ თავაზანეთ რომ ასახავენ რეალურ განწყობას საზოგადოებისას პარტიებს. ეს ასახული არის და კაი დაფიქსირდა. მაგრამ აი მე მაინც ინტრიგა მიდა შემოგიგდოდა ეს მაინც გარემოხმარებისთვის უფრო არის. არ არის გათვლილი გარემოხმარებისთვის, იმიტომ მე ბრუნდები ახლა ვიყავი ლონდონში 3 დღით, სადაც
სამი მოხსენება მქონდა დაწყებული პარლამენტში შემდეგ ჩათამ ჰაუსის ცნობილი კვლევითი ინსტიტუტში და London School of Economics, სადაც ნიშაც გამოდიოდა ზოგჯერ თავის დროზე. და მე ყველაზე უფრო იმან გამაკვირვა არ ვიტყოდი, იმიტომ ესეც ნორმალური განწყობა არის დემოკრატიულ ქვეყნებში. არაფერს არ გაუკვირდა, როცა ავწერე რა ხდებოდა აქა და რომ ჩვენი დასკვნა უკვე ის იყო, რომ უნდა გადადგეს სააკაშვილი. ისე წყნარად მიიღეს და ისე ბუნებრივად ლოგიკური არის და ნორმალური შედეგი იმისი, რაც მოხდა გასულ ზაფხულში და ის დასკვნები უკვე ყველა დადებული არის თუ რა მოხდა და რატომ მოხდა და ვისი ბრალი არის, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში შეიყვანა. ამიტომ იმ დემოკრატიული ქვეყნებისთვის არანაირი საოცრებას არ წარმოადგენს ის, რომ ამ სიტუაციის მერე უნდა გადადგეს ხელისუფლება და უნდა დაინიშნოს არჩევნები. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე ხდება ბუნებრივად.